სასამართლომ გრიგოლ ილუაშვილისთვის ქრთამის მიცემის, დახმარების, განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე მისი ნათესავი ანდრია ლილუაშვილი დამნაშავე ცნო და 12 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. მათივე ცნობით სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ანდრია ლილუაშვილი ჩართული იყო თაღლითური კოლ-ცენტრების დანაშაულებრივ საქმიანობაში, რომელთა მფარველობას უზრუნველყოფდა მისი ნათესავის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მეშვეობით, რის სანაცვლოდაც გრიგოლ ილუაშვილი ყოველთვიურად იღებდა სოლიდურ სარგებელს. სახელმწიფო ბრალდებისვე ცნობით 2021-2022 წლებში თაღლითური კოლ-ცენტრების მფარველობის სანაცვლოდ გრიგოლ ილუაშვილმა ანდრია ლილუაშვილის მეშვეობით ქრთამის სახით $1,365,000 ამერიკული დოლარი მიიღო. სასამართლოს გადაწყვეტილებით ასევე დადგინდა, რომ ფულის გათეთრების მიზნით თაღლითური კოლ-ცენტრების საქმიანობიდან მიღებული უკანონო შემოსავალი, ასევე დაუსაბუთებელი წარმომავლობის თანხები ანდრია ლილუაშვილმა, როგორც პირადად, ასევე მასთან დაკავშირებული პირების მეშვეობით განათავსა სხვადასხვა საბანკო ანგარიშებზე. ინვესტირება მოახდინა მასთან აფილირებულ კომპანიებში და მრავალჯერადი ფინანსური ტრანზაქციებით უკანონო შემოსავალი მიმართა საქართველოსა და საზღვარგარეთ უძრავ-მოძრავი ქონების შესაძენად. როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში შენათქვამი, ანდრია ლილუაშვილს სახელმწიფო სასარგებლოდ ჩამოერთვა დანაშაულებრივი შემოსავლით შეძენილი ასევე მისი ეკვივალენტური უძრავ-მოძრავი ქონება. კერძოდ, დაახლოებით 35 მილიონი ლარის ღირებულების 70 ერთეული უძრავი ქონება, 17 ერთეული სატრანსპორტო საშუალება, 125 ერთეული ძვირფასეულობა და ფერწერული ტილო, ასევე საბანკო ანგარიშებზე განთავსებული თანხები.